ოდესმე გიფიქრიათ, რა შეიძლება აკავშირებდეს ნავთობის გადამუშავებას და ვთქვათ, უმაღლესი ხარისხის კონიაკის წარმოებას. ერთი შეხედვით არაფერი ხომ, მაგრამ პასუხი ერთ ძალიან საინტერესო გამოგონებაშია, რომელსაც გრიგალური ფირფიტა ჰქვია. მოდით ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ, რატომ ამბობენ, რომ ამ ტექნოლოგიას დისტილაციის სამყაროს შეცვლა შეუძლია. მოკლედ, რა არის ეს გრიგალური ფირფიტა და რატომ უნდა გვაინტერესდეს? იმიტომ რომ თუ მის მუშაობას გავიგებთ, მივხვდებით, როგორ შეიძლება გავხადოთ უზარმაზარი სამრეწველო პროცესები ბევრად ეფექტური. მოდით დავიწყოთ და დეტალურად დავშალოთ, რა საინჟინრო საიდუმლო იმალება მის უკან. ხომ იცით, ყოველი დიდი გამოგონება იწყება იდეით. ამ შემთხვევაში იდეა დავით ხომასურიძეს ეკუთვნის, რომელმაც ეს ყველაფერი უბრალოდ ფურცელზე კი არ დატოვა, არამედ აქცია ოფიციალურ საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტად. აი, ეკრანზე რომ ხედავთ ამ ნომერს WO 2022-26-99-68, ეს ფაქტობრივად ჩვენი გასაღებია. ეს არ არის რაღაც ზოგადი თეორია, არამედ დეტალური საინჟინრო ნახაზია გეგმა. სწორედ ამ პატენტის მეშვეობით შეგვიძლია, ასე ვთქვათ, კაპოცქვის შევიხედოთ და გავიგოთ, რა ხდის ამ ფირფიტას ასე უნიკალურს. მზად ხართ? მოდით ახლა ერთი წუთით საინჟინრო ქირურგები გავხდეთ. ჩვენ გონებაში დავშლით ამ ფირფიტას და ვნახავთ იმ 4 მთავარ ნაწილს, რომლებიც ერთად მუშაობით ქმნიან ამ საოცარ ეფექტს. მაშასე გვაქვს 4 მთავარი ელემენტი. მათი იდეალური თანამშრომლობა მთელი ამ გრიგალური ეფექტის საიდუმლო. თითოეულს, სიბრტყეს, მილს, საკეთსა და საკშნებს თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. მოდით ახლა სათითაოდ მივყვეთ და ვნახოთ, რა საკეთებს თითოეული მათგანი. წარმოიდგინეთ, ეს მილი არის სისტემის ერთგვარი დაცვა. მისი მთავარი ფუნქციაა, რომ პროცესი კონტროლიდან არ გამოვიდეს. ანუ თუ სითხე ზედმეტი დაგროვდა, ეს მილი მას უსაფრთხოდ აშორებს სისტემიდან. შედეგად, მთელი პროცესი ხდება სტაბილური და პროგნოზირებადი. და აი, მივადექით მთავარ გმირს საკშენებს. სწორედ აქ ხდება მთელი მაგია. სწორედ ეს პატარა დეტალები არიან პასუხისგებლები იმ გრიგალურ ეფექტზე. ისინი ფაქტობრივად აიძულებენ ორთქლს და სითხეს, რომ იმოძრაონ დატრიალებულ ქაოსურ ნაკადად. ეს ინტენსიური შერევა კი წარმოუდგენლად აჩქარებს პროცესს, რაც დისტილაციის ეფექტურობის გასაღებია. კარგი, ერთი ფირფიტა შთამბეჭდავია, მაგრამ მისი ნამდვილი ძალა მაშინ ჩანს, როცა ბევრია. ახლა ვნახოთ, რა ხდება, როცა ამ ფირფიტებს ერთმანეთზე ვაწყობთ და ვქმნით ერთიან სრულფასოვან სადისტილაციო სვეტს. ხომ ხდებით? ერთი ფირფიტა ძლიერია, მაგრამ როცა რამდენიმე მათგანს სვეტში აერთიანებ, იქმნება მრავალსართულიანი სისტემა. თითოეული ფირფიტა, ანუ ყოველი სართული, პროდუქტს უფრო და უფრო წმენს. ეს კი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ წარმოუდგენლად სუფთა პროდუქტი. მაგრამ როგორ უნდა ნახო, რა ხდება ამ დახურული მეტალის კოლონის შიგნით? ძალიან მარტივად. აყენებ ფანჯარას. ინჟინერიაში კი ამ ფანჯარას დიოპტრი ჰქვია. ის ოპერატორებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში უყურონ პროცესს და საჭიროების შემთხვევაში მყისიერად შეცვალონ პარამეტრები. და ეს ყველაფერი მხოლოდ თეორია არ არის. შეხედეთ, ეს ტექნოლოგია უკვე რეალურ კომერციულ პროდუქტებშია. შეგიძლია იყიდო მაგალითად ერთი სექცია საკონიაკეს სპირტისთვის, ან სრულფასოვანი რამდენიმე მეტრიანი სვეტი სამრეწველო წარმოებისთვის, ან თუნდაც სახლის პირობებში გამოსაყენებელი პატარა აპარატი. მოკლედ, ძალიან მოქნილია. ახლა, რაც შეეხება ყველაზე საინტერესოს. გამომგონებელი აკეთებს საკმაოდ თამამ განცხადებას. ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიას ანალოგი არ აქვს. მოდით ვნახოთ, რა დგას ამ სიტყვების უკან. უბრალოდ დაფიქრდით ფრაზაზე. ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. საინჟინრო სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი უკვე არსებულის გაუმჯობესებაა, ეს უზარმაზარი განაცხადია. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს რევოლუციურ ნახტომთან და არა უბრალოდ პატარა ევოლუციურ ნაბიჯთან. და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი გამყარებულია ძალიან სერიოზული არგუმენტებით. პირველი, ის რეალურად გამოიყენება მრეწველობაში და მეორე, მას აქვს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების ოფიციალური აღიარება, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია და საკაპატენტი. კარგი, მოდით, ახლა ცოტა ხნით სურათი გავადიდოთ. რას ნიშნავს ზოგადად მსგავსი გამოგონება უფრო ფართო გლობალურ კონტექსტში? საბოლოო ჯამში, თავარი იდეა ეს არის. გვაქვს დისტილაცია, უძველესი პროცესი, რომელსაც საუკუნეები ავიყენებთ. და აი მოდის თანამედროვე ინჟინერია და ამ ძველ პროცესს სრულიად ახალ საფეხურზე ახავს. გრიგალური ფირფიტა ამის ბრწყინვალე მაგალითია. და ბოლოს მინდა დაგტოვოთ ერთ კითხვასთან, რომელზეც ვფიქრობ, დაფიქრება ღირს. დისტილაციის შემდეგ, რომელი სხვა უძველესი ხელობა ან ტრადიცია ელოდება თავის გრიგალურ ფირფიტას, თავის საინჟინერო რევოლუციას? მადლობა, რომ ისმენდით.